კვირას საქართველოს მეორე რესპუბლიკას 22 წელი შეუწყო. პირველი რესპუბლიკის სამწლიანი ისტორიის გათვალისწინებით სულ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში საქართველოს 25 წელი იყო დამოუკიდებელი. 25 წელი საუკუნის 1/4. არც ისე ბევრია, თუმცა შესაძლოა საკმარისია, რომ გარკვეული ტენდენციები გამოიკეთოს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კვირის იმ მოვლენებზე, რომლებიც ამ ტენდენციებს გარკვეულწილად გამოაშუქებს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მატრიცაში ზოგიერთი მოვლენა ისე არჩევს, როგორც შეჩვეული ხართ. საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენს თვალწინ მიდის, ამიტომ ობიექტურად შეფასების გაკეთება მიმდინარე მოვლენებზე რთულია. ჩვენ თვითონ ვართ ისტორიის მონაწილენი და შესაბამისად ჩვენი აღქმა უკიდურესად სუბიექტურია. თუმცა არსებობს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, ერთგვარი სტატისტიკა, რომელიც ისტორიული პროცესის შეფასების საშუალებას იძლევა. დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მეხუთე მეთაური ყავს. საშუალოდ ერთი ყოველ 5 წელიწადში. 5 წელი პრეზიდენტობის საკონსტიტუციო ვადაა და გასაშუალოებული მონაცემი იმედის მომცემად გამოიყურება. მაგრამ მხოლოდ გამოიყურება. სინამდვილეში სტატისტიკა ბევრად უფრო არაერთგვაროვან სურათს გვაძლევს. სახელმწიფოს ყველა მეთაური ხელისუფლებაში განსხვავებული პროცესის შედეგად მოვიდა. პირველს იმპერიიდან მოულოდნელად საჩუქრად დარჩა. მეორესაც იმპერიის მემკვიდრეობა ერგო, თუმცა არავის არაფერი უჩუქებია. მესამეს ხელისუფლება სამოქალაქო ომში გამარჯვებად დაუჯდა. მეოთხემ მესამე პოლიტიკური მოედნიდან რევოლუციის შედეგად გააძევა. მეხუთემ კი როგორც წესია, არჩევნებში გაიმარჯვა. სახელმწიფოს 5 მეთაურიდან 3-მა ხელისუფლება იძულებით სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დატოვა. პირველი გადატრიალება 1921 წელს მოხდა. ბოლშევიკები, უცხო ქვეყნის ჯარები, ოკუპაცია და ანექსია. სახელმწიფოს მეთაური ქვეყნიდან გარბის და ემიგრაციაში კვდება. მეორე გადატრიალება უკვე 92 წელს. მეორე რესპუბლიკის დაარსებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული. სახელმწიფო ჯერ მხოლოდ უნდა შედგეს და სამხედრო გადატრიალება. კლასიკა. ბანანის რესპუბლიკისთვის სამხედრო პუტჩი განვითარების ორგანული სტადიაა. სახელმწიფოს მეთაური ჯერ ემიგრაციაში, შემდეგ სამშობლოში, ისევ ემიგრაციაში, ისევ სამშობლოში. პარალელურად აფხაზეთის ომი. ამბავი იმით მთავრდება, რომ პრეზიდენტი მკვდარია, რა მოხდა არავინ იცის, უფრო ზუსტად ყველა მიცის, თუმცა ყველამ საკუთარი ვერსია. და რაც თავარია, ყველას აბრალებს, მაგრამ ზუსტად არავინ იცის რას. მესამე გადატრიალება უკვე 2003-ში. უსისხლო, ხავერდოვანი, ფერადი რევოლუცია. სახელმწიფოს მეთაურის სახლში. არავითარი ემიგრაცია და ტრაგიკული ისტორიები. ასაკშია, მაგრამ ყოველ კვირას ასავალ-დასავალში თავის ოპონენტებს დასცინის და ახალ მთავრობას რჩევებს აძლევს. პროგრესი, კანიბალიზმის ხალა დასასრულისკენ მიდის. 2012-ში პირველად არჩევნები. როგორიც იყო, სახელმწიფოს მეთაური ჯერ კიდევ სასახლეში. საკითხების მუდმივი საფრთხის ქვეშ, ციხეში გამოკეტილი ყოფილი პრემიერ-მინისტრით. ყველა სხვა პრობლემით, მაგრამ ჯერ კიდევ სასახლეში. იმედები და იმედგაცრუებები, სახელმწიფო მეთაურები და მათი დამოუკიდებლობისადმი. იასე სინცაძის მასალაში. 1918 წლის 26 მაისს ამ შენობაში სეიმის ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომა დაახლოებით დღის 12 საათზე დასრულდა. მოქალაქენო, აქ დღეს თქვენ მოწმენი იყავით ერთი ისტორიული ამბისა. დღეს ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში უნდა იშვას მეორე სახელმწიფო. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება უპირველესად ჩვენგან დამოუკიდებელი გარემოებებით იყო განპირობებული. იმპერიაში ბოლშევიკური გადატრიალება მოხდა, კავკასიის ფრონტი დაირღვა, რუსეთის ჯარმა ამიერკავკასია დატოვა. უძღეური ამიერკავკასიის სეიმი და დიდი სახელმწიფო, როგორც ნოე ჟორდანია უწოდებდა, მოკვდა. ბუნება სიცარიელეს ვერ ჰგუობს და წარმოიშვა ახალი სახელმწიფო, სუვერენული, დემოკრატიული, მრავალეროვანი საქართველოს რესპუბლიკა. ასე ამბობდა ნოე ჟორდანია თავის სიტყვაში. სიტყვას ასე ამთავრეს: კონფედერატულ კავშირში შესული ერები თავს მოიყრიან ერთი დროშის ქვეშ. ეს დროშა იქნება ამიერკავკასიის ხალხთა ერთობა და მათი ძლიერება. ასე შეიქმნა მსოფლიოში პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა. ამ შენობაში გამოცხადდა იცი საქართველოს დამოუკიდებლობა მეორეჯერ 1990 წლის 91 წლის 9 აპრილს. იცი ეგა ზუსტად გამსახურდია მიმართა აქედან ხალხს. საბჭოთა კავშირის დაშლა უძღოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას წინ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით სოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე
გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. საქართველოს რესპუბლიკა ავტონომიის შენარჩუნების მტკიცე კონსტიტუციურ საფუძველს აძლევს აფხაზ ხალხს, ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი გადაწყდება ადგილობრივი მოსახლეობის რეფერენდუმით. ყველანი ერთად თუ ერთად ვიქნებით ჩვენ შევძლებთ უშველოდ ჩვენ ქვეყანას და ცვლილებები გადამფრენთა მიერ დაწესილებას არაველა მყიფარა ჩვენში. 1993 წლის 26 მაისს სამხედრო აღლუმი აი ამ მოედანზე გაიმართა. აღლუმი მაშინ უკვე სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ჩაიბარა. სხვათა შორის სიტყვა არ წარმოუდგას. სიტყვით თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი წარსდგა საზოგადოების წინაშე. დღეს ძალაუფლება დაკარგულმა კომუნისტურმა მაფიურმა ძალებმა ყოფილმა საკავშირო სუგმა და რუსეთის მოყავისფრო მოწითალო ფერის სხვა რეაქციულმა ძალებმა რომელიც რუსეთის იმპერიის რესტავრაციაზე ურიგებობენ მიხეილ სააკაშვილი 2004 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღუნ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა მაშინ. Ich verstehe alles. ჩემო თანამოქალაქენო ჩემო თანამებრძოლებო ჩვენი ჯარისკაცი 4 თვის წინ პირველად წავდებით ჩვენი ერის წინაშე და დავდეთ ვიცით რომ დავიბრუნებდით საქართველოს ჩვენ ხოვეთ ერთად დავგარიყავით აქვეთ გინა კანონიერება ღირსება შეგვექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები მე მინდა მიმართოთ ჩვენ ოცნებს გურჯესტო ნაჰიშავად ვენ ბათახჩენ უაინტერესტელ მე მინდა ასე მიმართო აფხაზებს და კიდევ ერთხელ თავაზობ დავიწყოთ მოლაპარაკებები ფედერალურ ურთიერთობებზე და მათი ავტონომიის ფართო მათ შორის საერთაშორისო გარანტიებზე ჩემო თანამოქალაქენო ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2013 წლის 26 მაისს საზოგადოებას. ჩვენ ვალდებული ვართ საქართველოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება. დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია. თითქმის საზეიმო ფიცი დადო. მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა, პირობას გაძლევთ. განსხვავებულობის გამო თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჭირდა. ხუთი ადამიანი, ხუთი ისტორია, ამათგან ერთი პოლიტიკური ისტორია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გრძელდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მის სახელმწიფო პირველ პირად განხილვა ამ შემთხვევაში ყოველთლად პოლიტკორექტული არ არის და უფრო მეტად არსებული არაფორმალური ვითარებიდან გამომდინარეობს. წმინდა ფორმალური თვალსაზრისით ქვეყნის მეთაურად ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე მაინც პრეზიდენტი სააკაშვილი რჩება. ამ თვალსაზრისით 2013 წლის 26 მაისი თავისებურად უნიკალური მოვლენაა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების ცვლის მიუხედავად ქვეყნის პირველ პირს საშუალება მიეცა მართალია გარკვეულწილად შეზღუდული ფორმატით მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის დღის საჯარო აღნიშვნაში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს შანსი ძალიან თავისებურად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის რანგში ეს მისთვის უკანასკნელი შესაძლებლობა იყო ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის დღე მიელოსა და რაიმე მნიშვნელოვანი ეთქვა ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე წარმოქმნილი სადღესასწაულო სიტყვა პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა. ძირითადად ისიც პრეზიდენტმა ავღანეთში ყოფნისას ტელემაყურებელს თავი დაამახსოვრა ეპიკური დიალოგი გახდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და ქართულ სამხედროს შორის სასადილოში მეორე კერძსა და კომპოტს შორის გაიმართა.
დიალოგი იმდენად საინტერესო და მრავლისმხმელი იყო, რომ ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიამ ყველა მედია საშუალებას თხოვნით მიმართა თავის შეეკავებინა მისი ტირაჟირებისგან. ქარტიის მიმართ პატივისცემის ნიშნად მატრიცაში პრეზიდენტის და ჯარისკაცის გასაუბრებას მცირე კუპიურებით შემოხთავაზებთ. მოსმენა არ შეიძლება. გაუგებრობის მიზეზი, როგორც ჩანს, პრეზიდენტის გადაღრილობა გახდა. სტატისტიკის მოყვარულთა გათვლებით 26 მაისის წინადღეებში მიხეილ სააკაშვილმა თითქმის 90,000 კილომეტრი დაფარა, რითაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფილეას ფოგის რეკორდი, რომელმაც ჯიულ ვერნის მოყვარულებს თავი 80 დღეში დედამიწის გარშემო მოგზაურობი დაამახსოვრა. გადაღრილობა პრეზიდენტს პირველად ეკვადორში დაეწყო, როდესაც უეცრად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მდგრადი განვითარების ამბავში უმნიშვნელოვანესი ქვეყნები ეკვადორი და ალჟირია. გოგა ხაჩიძე კი ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალი. ზოგადად ბოლო ხანს საპრეზიდენტო გამოსვლები არა მარტო იმ ადამიანების გაოცებას იწვევს, რომლებისთვისაც მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია არაადეკვატურია, რასაც არ უნდა გულისხმობდეს ეს სიტყვა. სამხრეთ ამერიკის დალაშქრამდე პრეზიდენტის მოსაზრებებმა იმათი გულისწყრომაც კი დაიმსახურა, ვინც სააკაშვილის მმართველობის ყველა პერიპეტიისა და დაძაბულობის პერიოდშიც კი მიხეილ სააკაშვილის ურყევ აპოლოგეტთა რიცხვში მოიაზრებოდა. ამ ისტორიას უფრო ფართოდ რამსულ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ, მანამდე კი სამართლიანობისთვის ის უნდა აღვნიშნოთ, რომ საკითხი, რომელსაც ჟურნალ ტაბულას რედაქტორის მრისხანე რეპლიკა მოყვა, უკვე მეორე კვირაა განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. 17 მაისის აქციისა და კონტრაქციის შესახებ საუბრობენ და კამათობენ ოჯახებში, სამსახურში, სუფრაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. LGBT საზოგადოების მდგომარეობა და მისადმი დამოკიდებულებამ ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური მოვლენა დაჩრდილა და პრემიერ-მინისტრის სადღესასწაულო სიტყვაშიც კი შეაღწია. პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ განსხვავებულობის გამო თავისუფალი აზრისათვის, თავისუფალი სიტყვისათვის არავინ დაისჯება. პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება პრობლემის მიმართ მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილის დამოკიდებულებას ასახავს. ჯანსაღ, სამართლიან, კონსტიტუციურ, მაგრამ არც ისე პოპულარულს. სინამდვილეში 17 მაისმა ბევრად უფრო რთული ტენდენციები გამოკვეთა. ზოგიერთ მათგანზე გადაცემის მეორე ნაწილში, უკვე რეკლამის შემდეგ. ხანდახან ხდება, რომ კონკრეტული ისტორიული მოვლენა ან ლიტერატურული ალუზია სრულიად ბანალურ საგანს გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითისთვის, ნებისმიერისთვის, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს დონ კიხოტი ქარის წისქვილი, აღარასდროს იქნება უბრალოდ ხორბლის საფქვავი ქარხანა. 17 მაისს საქართველოში შეიძლება ითქვას ამგვარი ტრანსფორმაციის მოწმენი გავხდით. ბანალური ტაბურეტი, რომელიც მანამდე მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით ან მაქსიმუმ დოლის ჩასანაცვლებლად გამოიყენებოდა და ახლობით ესე. უეცრად სიმბოლოდ იქცა. რისი გაუგებარია, მაგრამ სიმბოლოდ. დავჯდები ახლა ამაზე. კონკრეტული უმცირესობისადმი დამოკიდებულების მიუხედავად ამ კადრებზე ნაჩვენები მოვლენების დადებითად აღქმა მაინც და მაინც ძნელია. თუმცა გასულ კვირას სრულიად მოულოდნელად გაირკვა, რომ სექსუალური უმცირესობების მოთხოვნებისადმი აგრესიული დამოკიდებულება მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ ახასიათებს. რუსეთსა და საფრანგეთში გამართულმა აქციებმა ქართული 17 მაისი გარკვეულად გადაფარა და LGBT საზოგადოების მიმართ აგრესიის თუ ასე შეიძლება ითქვას საერთაშორისო ტენდენციების გამოვლინებად გადაიქცა. საფრანგეთში მოვლენები ტრაგიკულად დასრულდა. ცალსქესიანი ქორწინების მიმართ პროტესტის გამო 78 წლის ფრანგმა ისტორიკოსმა დომინიკ ვენერმა ათასობით მომლოცველისა და ტურისტის თვალწინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საკურთხეველთან თავი მოიკლა.
ქართულ და ფრანგულ ისტორიებს შორის ერთი შეხვედრით დიდი მსგავსებაა, თუმცა არსებობს ფუნდამენტური განსხვავებაც. პარიზის ქუჩებში გამართული აქციები წმინდა ჰომოფობიურ გამოვლენებას შეფასდა. თბილისის 17 მაისის დაპირისპირება კი პრაქტიკულად თეოკრატიულ ბუნტად მოინათლა. საკითხის ამგვარი ინტერპრეტაციის მიზეზი თბილისის აქციაში მონაწილე სასულიერო პირების განსაკუთრებული აქტიურობა გახდა. გაუგებრობას ხელი შეუწყო აქციის სხვა მონაწილეთა გამონათქვამებმაც, რომლებიც უფრო მშვიდ ვითარებაში კომედიის ჟანრში გადაინაცვლებდა და მხოლოდ უვისობის გამოვლენად აღიქმებოდა. ქართულ ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეო, სადაც ამ უცნობი გოგონა თეოკრატიული მმართველობის აუცილებლობას ძალიან ორიგინალური ხერხით ასაბუთებს. არა თეოკრატიას რას ნიშნავს? არა უფლის დიდებას? აბა რას? თუ არა უფალს დიდება? აბა რას დიდება? დიდება უცნაობას, დიდება ამორალურ საქციელს, დიდება იმას, რომ გააკეთონ ესეთი ამორალური საქციელები, ეს აჩვენონ ქართველებს და ეს ყველაფერი დასაშვები უნდა იყოს ქვეყანაში, რომელიც დგას ტრადიციებზე, დგას მართლმადიდებლობაზე. ძნელია ეძებობა ღიმილის გარეშე მოისმინოს, თუმცა 17 მაისის თანამდებმა მოვლენებმა რამდენიმე სერიოზული ტენდენცია პრობლემა გამოკვეთა. მაგალითად, ბიბლიური სიუჟეტების თანამედროვეობაში სახელმწიფოდ გადმოტანის ცდელობა. სულ 2 დღის წინ სოციალურ ქსელებში სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე გაცხარებულ დავაში LGBT პირების უპირობო და დაუყოვნებელი განადგურების მთავარ არგუმენტად კამათის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა სოდომისა და გომორის ისტორია მოიყვანა. თავად არგუმენტი დაახლოებით ასე იკითხებოდა: მირჩევნია ჩვენით მოუღოთ ბოლო გარყვნილებას, რადგან არ მსურს თბილისმა სოდომის ბედი გაიზიაროსო. სოდომისა და გომორის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიბლიური სიუჟეტია. სიტყვა სოდომი უკვე დიდი ხანია კონკრეტული არსებული თუ არარსებული გეოგრაფიული პუნქტის სახელწოდება კი არა, ცოდვის, აღვირახსნილობის სინონიმია. სოდომიტი განმარტებითი ლექსიკონების მიხედვით ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც ქართული მამათმავალი ან პოლიტკორექტული ჰომოსექსუალი. სოდომის ბიბლიური ისტორიის ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ფაბულაა. უფალმა ციდან გადმოსული ცეცხლით გაანადგურა ქალაქი, რომლის მაცხოვრებლებიც სოდომურ ცოდვაში იყვნენ ჩაფლულნი. თუმცა მხოლოდ ერთი შეხვედრით. მარტივია, სოდვილები დაისაჯდნენ. საინტერესოა სოდომს გამორიდებული ეგრეთ წოდებული მართალი ლოტის პერსონაც. ლოტმა ჯერ იყო და მისი სტუმრების შეურაცხმყოფად მისულ ბრბოს საკუთარი ქალიშვილების შესთავაზა, შემდეგ კი უკვე სოდომიდან გამოსვლის შემდეგ სიმთვრალეში თვითონ დაამყარა სექსუალური კავშირი, როგორც ახლა იტყოდნენ, საკუთარ ქალიშვილებთან და მათგან შთამომავლობაც კი შეეძინა. მოკლედ თუ ამ ბიბლიურ ისტორიას სრულად არაკრიტიკულად მივიღებთ, გამოვა რომ ერთის მხრივ დაისაჯენ სოდომიტები, მეორეს მხრივ კი ლოტი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა თავის შვილებით და შვილიშვილებით გარშემორტყმული, ამასთან მისი შვილიშვილები იმავდროულად მისი შვილებიც იყვნენ. მძიმე ისტორიაა, მორალის გამოკვეთაზე აქ საუბარი საერთოდ შეუძლებელია. უმჯობესია საერთოდ არ ეცადო ბიბლიური სიუჟეტების თანამედროვეობაზე მორგებას. ამიტომ ჩვენ დროს დაუბრუნდეთ. ბევრგან აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სადღესასწაულო სიტყვაში სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე ხაზგასმა 17 მაისზე რეაგირების ცდილობაა. სინამდვილეში არანაირი განსაკუთრებული განცხადება, რომ რაიმე ტიპის უმცირესობის უფლებები ქვეყანაში დაცული იქნება, საჭირო არ არის, რადგან ეს ყველაფერი კონსტიტუციაში ისედაც წერია. ამასთან საქართველოს კონსტიტუციის სხვა მუხლებისგან განსხვავებით, რომლებიც თითქმის 10 წელია პერმანენტული ცვლილების რეჟიმშია, ადამიანის უფლებების ნაწილი მიღების დღიდან არანაირ კომისიას არ დაუწუნია და სპეციალისტებისთვის ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. უბრალოდ უკვე დიდი ხანია, რატომღაც ამ უფლებების განხორციელება არ გამოგვდის. 17 მაისის კონტრაქციის მონაწილეები სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივასთან ერთად უმრავლესობის უშუალო დიქტატურის განხორციელებასაც ითხოვდნენ. დემოკრატია უმრავლესობას ნიშნავს და უმცირესობა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს ტიპის მსჯელობა ერთი შეხვედრით ლოგიკურია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხვედრით. სინამდვილეში ლიბერალური დემოკრატიის მიზანი ამგვარი უშუალო დემოკრატიისგან უმცირესობის დაცვაა. ლიბერალური დემოკრატია უშუალო დემოკრატიასთან შედარებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებისკენ, რომლის თითოეული წევრი დაცულია. იდეოლოგიის თვალსაზრისით ლიბერალური დემოკრატიის საპირისპირო პოლუსია ამგვარი უშუალო დემოკრატია, რომელიც გარკვეულ პირობებში შესაძლოა თეოკრატიადაც კი იქცეს. საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიასა და თეოკრატიას შორის ბაია ზაგანია მოგვითხრობს. საზოგადოების ტრადიციულ კონსერვატიული ჯგუფი განსხვავებული აზრის მქონე უმცირესობას დაუპირისპირდა. კანონის უზენაესობა, თავისუფლება და ევროპული გზა. ეს ლიბერალ-დემოკრატიული პოლიტიკაა. 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა და მმართველი გუნდი ლიბერალ-დემოკრატიული იდეებით მოვიდა, რაც როგორც ინდივიდის, ისე სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების დაცვას გულისხმობს. დღეს გამოდიან ეს ვაჟბატონები და რაღაც ჩვენზე ლაპარაკობენ, რაღაცა ცოტა ჭკვიანად იყვნენ და არ შევეშალოთ. იმ ხალხში არ შევეშალოთ, ვინც პასუხს არ მოთხოვს. ფარპაშის დრო უნდა დამთავრდეს. ჩვენზე ლაპარაკს თავი გაანებოთ. სადმე შევხვდებით, ხომ? ქუჩაში შევხვდებით, სადმე შევხვდებით, სულ სამსახურებში შეყუჟულები ხო არ იქნებიან და არ ეშინიათ მე რო შეხვდენ. სიმართლეს თვალებში ხო უნდა ჩახედონ.
ეს მამა იაკობია და ის საზოგადოებას პოლიტიკური მოწოდებებით მიმართავს. საქართველოში განვითარებულ ბოლო დროიდან მოვლენებს თუ გადავხედავთ, მართლმადიდებლობა უფრო და უფრო ემსგავსება პოლიტიკურ ძალაუფლებას. დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის საკმაოდ გავლენიანი სოციალური ინსტიტუტი, თუმცა მან უნდა განსაზღვროს ადამიანის ზნეობრივი ნორმები და არ აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ქართველობა აღმსარებლობასთან არის გაიგივებული. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკლესია უნდა ერეოდეს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებისა პრაქტიკულად თავის ქადაგებებში, თავის გამოსვლებში, ასე იგი, ქადაგებს იდეოლოგიას არა უშუალოდ რელიგიურ და თქვა ადამიანებთან ურთიერთობაში, წმინდა პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მოსაზრებებს გამოთქვამს, თქვა იაპონიაში რატო იყო მიწისძვრა, თუ რა ცუნამი რატო იყო, იმიტომ რომ ცოდვების გამო და ასე შემდეგ და ნუ პრაქტიკულად ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს მაგისტრალურ კურსს. ეკლესია არ ერიდება უმცირესობის შევიწროებას და მათ ძალისმიერი მეთოდებითაც უსწორდება. მართავს აქციებს LGBT-ების წინააღმდეგ და მართლმადიდებელ მოქალაქეთა ნაწილი აიდბარათებს აპროტესტებს. მასზე დატანილ ანტიკრისტეს ბეჭედსა და ხეთის ნიშნის 3-6-იანზე საუბრობს. სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება, რომ არც ერთ გაცემულ აიდი ბარათზე მიწყობილად 3-6-იანი არსად ფიგურირებს და არც მომავალში იქნება. იუსტიციის სამინისტროს სასაცილო კლიპის დამზადება უწევს, სადაც საზოგადოებას არწმუნებს, რომ აიდი ბარათებში არ არის სატანის და მხეცის ნიშნები. ამას წმინდა სინოდის დადგენილებაც ადასტურებს. საზოგადოების ნაწილი თეოკრატიაზე ალაპარაკდა და აქციებს არა თეოკრატიას რამდენიმე დღის განმავლობაში მართავს. ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი განმარტავს, რომ თეოკრატიაზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი საუბრობს, რომელთაც თავად სურთ ქვეყნის იდეოლოგიის განსაზღვრა. მგონი ეს სიტყვა არ წამოსულა ეკლესიო წრეებიდან, ხო? ეს სიტყვა წამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგი მათგანი ამავე დროს თავის საკუთარ თავზე იღებს კომპეტენციას იმისას, რომ მან უნდა განსაზღვროს ქვეყნის იდეოლოგიური რაობა. იცით, აი ახლა ეს სხვასაბრალებ და იმას, რასაც შენაკეთებ არსებითად, გაუგებარია. დღეს უკვე თეოკრატიის განმარტება პატრიარქმაც მიიჩნია საჭიროდ. მისი თქმით, სიტყვა თეოკრატია ღმერთის ძალას ნიშნავს და ჩვენ არ ვართ ღირსნი, რომ ეს სიტყვა ვახსენოთ. ის ადამიანები, რომელთაც არ დაურჩევიათ თეოკრატია და კლერიკალიზმი, როგორ უნდა ილაპარაკონ საქართველოს მომავალზე. ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანი მმართველობის შედეგად საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ დემოკრატია უმრავლესობის იდეების ძალადობრივ გატარებას გულისხმობს. რამდენად გამართლებული იყო აქციის გამართვა იქ, სადაც მიდიოდა ცერემონია მახლობლად ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, რამდენიც ვიცი. ხო, წინადღეს, ეს ცალკე საკითხი იყო და ეს ცალკეთება, მაგრამ მე ამას არ ვეხები. ეს თემა, იმიტომ რომ ის ვინც იქ მივიდა საცემად ხალხის იმაში სულ ერთი იყო ჩემი აზრით ვინ იყო ეს ხალხი. პრეზიდენტის ამ განცხადებას დაპირისპირება მოჰყვა ნაციონალურ მოძრაობაში. გიგა ბოკერიას მეუღლე თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ასე გამოეხმაურა. პრეზიდენტო, თქვენ წუწკი ხართ და გარდა იმისა, რომ წუწკი ხართ, ინსტინქტების დაგიჭლუნგებიათ. ვერ ხვდებით, რომ ეს განცხადება ხელისუფლებაში ვერ დაგაბრუნებთ. 1 ოქტომბერს არჩევნების გზით მოსულმა ხელისუფლებამ დაგმო უმცირესობაზე განხორციელებული ძალადობა. ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც ქსენოფობიასა და ჰომოფობიას არ აქვს გასახანი, სადაც პატივს სცემენ ადამიანის არჩევანს, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. ექსპერტ ვანო მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლებას მართებული რეაქცია ჰქონდა უმცირესობის დისკრიმინაციაზე. სახელმწიფომ თავისი ფუნქცია, როგორც დამცველი ინდივიდუალური თუ ჯგუფური თავისუფლებებისა მაქსიმალურად უნდა მოახდინოს ამ პოლიტიკის სწორად გატარება, თორე სხვა შემთხვევაში ჩვენ მართლა აპელირება მუდმივი გვექნება, რომ თუ სახელმწიფო იქნება სუსტი და არ იქნება ჩამოყალიბებული ფასეულობებზე, პრინციპებზე თუ კანონის უზენაესობაზე, მაშინ ზუსტად მართლმადიდებელი ეკლესიის კონკრეტული ჯგუფი შეეცდება, რომ პოლიტიკურ დღესდღეობაში გადაიყვანოს ის თემები, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ საზოგადოებას, ესე ვთქვათ, თავს მოახვიონ ან შესთავაზონ.
ლიბერალიზმისა და დემოკრატიის განვითარებაში იგულისხმება, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად ეროვნების, კანისფერის, რწმენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის თანასწორია კანონის წინაშე. არც სახელმწიფოსა და არც ეკლესიას არ აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. ულახtildeლად თუ ვიტყვით, განვითარების მოცემულ ეტაპზე თეოკრატიული ან გნებავთ კლერიკალური რევოლუციის ალბათობა საქართველოში ძალიან მცირეა, თუმცა ცხადია ისიც, რომ არც ლიბერალური დემოკრატიის სრული და უპირობო გამარჯვებაა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი. ამას ადასტურებს კიდევ ერთი ტენდენცია, რომელსაც პირობითად ასეთ ევროპაში არ გვინდა შეიძლება ეწოდოს. უცნაურია, მაგრამ ქართულ რეალობაში ევროპის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება იმ ადამიანებმაც გამოხატეს, რომელთა წარმატებას მნიშვნელოვან წილად სწორედ დასავლეთში მიღებულმა განათლებამ, იმავე დასავლეთში გაკეთებულმა კარიერამ განაპირობა. იმ ევროპაში, რომელშიც ერთსქესიანი ქორწინებები არის დაშვებული, მე არაფერი არ მესაქმება. აი იმ ქვეყნებში, სადაც მამაკაცები ერთმანეთს აღოღდებიან და ქალები და ეს არ ითვლება სირცხვილად. აი ეგ არის ცხოველების ფერმა სწორედ. ზოგადად ანტიევროპული განწყობა მხოლოდ ნაწილია იმ დამოკიდებულებისა, რაც ბოლო ხანებში საქართველოში უცხოეთის მიმართ შეიმჩნევა. ამ მხრივ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი აღმოჩნდა. ღია საზოგადოება საქართველოს იმავე სოროსის ფონდთან მიმდინარე პერმანენტული საპროტესტო აქციების შემდეგ პირველად გასული დღეების განმავლობაში საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულმა კრიტიკულმა ტალღამ გადაიარა. ბრალდებები პრაქტიკულად უცვლელია და ძირითადად უცხოეთიდან მიღებულ ფულზე სამშობლოსო და ეროვნული თვითყოფადობის გაყიდვას უკავშირდება. როგორც ჩანს, საქართველოში მტრის ძიების მორიგი სერია იწყება. ამჯერად მთავარი ეჭვმიტანილი დასავლეთია. მტრის ძიების ქართულ თავისებურებებზე და ზოგადად ეროვნული ღირებულებების დაკარგვის შიშზე უკვე რეკლამის შემდეგ ფსიქოლოგ ლევან სარდალიშვილთან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ჰომოფობიის თემის ერთგვარი შეჯამების სახით. 29 მაისს ნეტგაზეთმა ბრიტანულ ტელეგრაფზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმად საქართველოს სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე არატოლერანტულია მსოფლიოში. კვლევის თანახმად კითხვაზე ისურვებდით თუ არა ჰომოსექსუალ მეზობელს საქართველოში გამოკითხული ადამიანების დაახლოებით 93% უარყოფითად პასუხობს. რა შეიძლება ითქვას, საქართველოში რომ ჰომოსექსუალები მაინც და მაინც არ უყვართ, ისედაც ცხადია. თუმცა ტელეგრაფსა და ნეტგაზეთში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მაინც საეჭვოა და პირველ რიგში კითხვის ფორმულირების გამო. ისურვებდით თუ არა. პირადად მე თუ კი ვინმე მკითხავს, ვისურვებდით თუ არა მეზობლად მედოლეს, აუცილებლად უარყოფითად ვუპასუხებდი. მთელი დღე დოლის ბრაგუნის მოსმენა მართლაც აუტანელია. იმედია რომ ამის გამო მედოლეფობად არავინ შემრაცხავს. მტრის ძიება საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთგვარ განსაკუთრებულ ტენდენციად იქცა. ვისაც ახსოვს 22 წლის წინანდელი მოვლენები, ალბათ ისიც გაახსენდება, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ხშირად თავის ოპონენტებს, კრემლის აგენტებს, წითელ ინტელიგენციას და სხვა არც თუ კეთილხმოვან, უფრო მეტიც დამამცირებელი ტერმინებით მიმართავდა. მაშინ ესეთ პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ კრემლის აგენტებს ვეძებთ. ედუარდ შევარდნაძის პირობებში ესეთი მტერი გამპიროვნებული მტერი საქართველოს პრაქტიკულად არ ყოლია. ედუარდ შევარდნაძე უფრო მაღალი სტილით საუბრობდა პროვინციულ ფაშიზმზე, სეპარატიზმზე და ასე შემდეგ, თუმცა კონკრეტულ ადამიანებს მტრებს არ ეძახდა, არც ერის მოღალატეებად აცხადებდა და მაინც არც დაძლებდა კიდევაც თუ არ ჩავთვლით იმ საეჭვო გარემოებებს, რომელიც პრეზიდენტზე თავდასხმებს და ტერაქტებს უკავშირდება. ახალი ტენდენცია შემოიტანა მიხეილ სააკაშვილმა. აქ უკვე ცალსახად გარკვეულწილად დეჟავიუსთან ქონა საქმე, ისევ დავბრუნდით ალბათ 92 წელს, ისევ საუბარი იყო რუსეთის აგენტურაზე, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით მტრებს, ესე კონკრეტულად არ ეძებს, სამაგიეროდ მტრებს ეძებს ქართული საზოგადოება. და მტრის როლში სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორი აღმოჩნდა. კვლავ ისმის საუბარი იმაზე, რომ არასამთავრობო სექტორი ყიდის საქართველოს დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებით ანგრევს ქართველთა იდენტურობას, რას ნიშნავს ყოველივე ეს, რისი გვეშინია. ფსიქოლოგი ლევან ზარდალიშვილი იქნება მატრიცის სტუმარი, სამომშვიდობისა ბატონო, დიდი მადლობა მოსვლისთვის. მადლობა მოწვევისთვის. სადაც ფობიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ვეძებთ მტერს. რატომ? რა იწვევს ამ მტრის ძიებას? ის რომ საქართველო არ არის მაინც და მაინც წარმატებული ქვეყანა და ვცდილობთ ჩვენი წარუმატებლობა სხვებზე ჩამოვწეროთ თუ უფრო რაღაც ღრმა ფესვები შეიძლება ხონდეს. იცით ალბათ ეგ არ არის მარტო ქართული მოვლენა, მინდა გითხრათ, ყოველ ჩვენთან გამძაფრებულია ძალიან. პრინციპში ახლის შიში და მტრის შიში ყველგან არის რაღაცა დოზით ყველგან არის მოსემული. მაგრამ ჩვენთან ეს არის გაათმაგებული, ჯერ ეს ერთი ალბათ ამას ხელი შეუწყო იმ პერიოდმა, როცა ყველა მტერი იყო საბჭოთა კავშირის დროს და მეორეც ერთი ცით
მტერს არ ეძებს თავისუფალი ადამიანი. ვინმე არა ვართ დღეს შინაგანად თავისუფლები, აქედან გამომდინარე. რა კავშირია ამაში? იცით, კავშირია ძალიან სერიოზული. საქმე იმაში გახლავთ, რომ თავისუფალი ადამიანი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს იმას, რომ მე პასუხს ვაგებ იმაზე, რასაც ვაკეთებ. შეცდომებზეც და წარმატებაზეც. შეცდომებზეც და წარმატებაზეც. მტრის ხატი ეს არის ის, რაც პასუხისმგებლობას ასე თუ ისე თავიდან გაცილებს. ის არის, მტრები არიან დამნაშავე. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში აი ბოლო წლების განმავლობაში რაღაც პარანოიდალური მდგომარეობა არის, პარანოიის ნიშნები. შეიძლება ცოტა ფსიქიატრიული დიაგნოზი გამოგივიდათ, შეიძლება რა თქმა უნდა, შევადაროთ ამას, შეიძლება თანიცით რა არის, კიდევ ერთი მომენტია, რომ როდესაც ხელისუფალი რაღაცა მტრის ხატს ქმნის, ფაქტიურად ამითი სადღაც ამბობს, რომ აი არსებობს მტერი და მე დაგიცავთ ამ მტრისგან, აქედან გამომდინარე მე უნდა ვიყო. აქ მეორე მომენტი ის არის, როდესაც ხელისუფალი მტრის ხატს ქმნის, ის მტერს პოულობს კიდეც როგორ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხელისუფალს აქვს, რა თქმა უნდა, აქვს მაგის საშუალება, რომ მტერი იყოს, ეს ყოველთვის ესე იყო, ინკვიზიციაც ეს სულ ესე იყო. ადამიანს აქვს ეს და რომ ადამიანი პრინციპში სამწუხაროდ არ არის თავისუფალი არსება, კი უნდა ალბათ რომ იყოს, მაგრამ არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი თქვათ ისეთი პროცესის მომსწრენი გავხდით ხო უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, როდესაც ადამიანები ცხადდებოდნენ მტრებად, ცხადდებოდნენ ჯაშუშებად, ზოგი მუშაობდა ბულგარეთზე, ესეთი უცნობი ჯაშუშები ყავდა სლოვაკეთზე. ანუ ქვეყნებზე, რომლებიც ძალიან ვერ დაიკვეხნიან განსაკუთრებული ინტერესი. ესეც რაღაც პარადიგმის ნაწილია, ხო, ხელისუფლების პარადიგმის ნაწილია. მებრძვიან, იმიტომ მებრძვიან, რომ მე კარგი, თუდას რა თქმა უნდა მტერობა, ხო, კარგია მომწრიან, რაღაც ამ პრინციპს ათამაშებს როგორც ჩესკელი. ხო, ვიცით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეფექტური როგორც ტაქტიკა, როგორც სტრატეგია მე მაინც არ მიმაჩნია ეს, როგორც ტაქტიკა ეფექტურია. ანუ მოკლევადიანი ამოცანას გასაგებია და როგორც სტრატეგია მაინც არ მიმაჩნია ეს. სულ სხვა ხასიათის ფობიებზე მინდა გითხოთ, ეს არის აი საზოგადოებაში გამჟდარი, ეს არ მოდის ხელისუფლებიდან, ეს არ მოდის თქვათ რაღაცა ინსტიტუციონალურად, არ ამგონია იყოს თქვათ რაღაც დაალაგებული, მაგრამ აი ხშირად გესმით, აი იმათ უნდათ რომ და მერე იწყება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თქვათ ის რომ ჩვენ დავკარგოთ ტრადიციები, ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენ დავკარგოთ ჩვენი სიმღერა, ლექსი, ლიტერატურა, კინო, ასე შემდეგ. არ ვიცი, რაღაცა უფრო დიდი ვიდრე კონკრეტული საქმე. ამის საფუძველი რა არის? ცით ეს დაახლოებით ეხა გამახსენდა ეს გაუთავებელი ცით კამათი იმაზე არიან თუ არა მასონები და გვებრძვიან თუ არა მაინც და მაინც ჩვენ და უშუალოდ და თქვა სოროს გადაწყვეტილი აქვს თუ არა საქართველოში ენა აღარ იყოს ქართული ვერ ხდება ხა სოროსაში ჭირდება საქართველოში ქართული ენა რო არ იყოს მაგრამ ხო არსებობს ეს შეთქმულების თეორიები ხო ვიცით რა მე მინდა გითხრათ რომ აქ ხელისუფლების ბრალი არ არის ცოტა ისეთი საქმე რაშია რომ ის ხელისუფლება ხო ამ ხალხიდან არის ამოსული სინამდვილეში აქ ხელისუფლებაზე არ არის ან პარანოიდალური ამომრჩეველი ირჩევს პარანოიდალურ მართლობას დაახლოებით შეიძლება ითქვას რომ ესეა და ეხლა დააკვირდით უბრალოდ ეხლა შეიძლება ესეთი მაგალითია ცოტა მაგრამ როგორც კი გაჩნდა იმის ტენდენცია რომ ხალხს თქვენ თავისუფლები ხართ ეუბნებიან დღეს მომენტალურად გაჩნდა შიში გაჩნდა კითხვა რომ კი ბატონო ვარ თავისუფალი და მე დავქნათ ეხლა რა გავაკეთებ თუმცა ადამიანი რომ მიეჩვია იმას რომ ეუბნებიან რომ შენ ეხლა ადექი ჩაიდე პირში ლუკმა ეხლა ერთხელ დაგეჭე ეხლა მეორეჯერ ეხლა გადაყლაპე იმას რომ ამ ლუკმას პირში აღარ უდებ და წინ თებშზე უდებს საჭმელს ის აღარ იცის რა უნდა ეს ძალიან გავს კლასიკურ შემთხვევას 1861 წელს რუსეთში ბატონყმობა გადავარდა ყმებმა არ მოისურვეს ის გათავისუფლებულიყვნენ არა იმიტომ რომ ჩათვალეს რომ ერჩინოთ ისე ყმება დარჩენიდნენ არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებიათ ეს კითხვა იყო აქტოზანა მიპრისმატრივ ეს მეთქო შეგვიძლია უბრალოდ მე ესე მგონია რომ ამას მაინც ჭირდება დრო, მუშაობა და ეს არის ერთადერთი გზა. ყველაზე მეტად ალბათ ლევონ ჭირდება იმის შეგნება რომ ვერავინ ვერაფერს ვერ წაგართმევს თუ შენ არ ხარ მზად იმის დასაკარგად. მე ბევრჯერ მომისმენია რომ თქვა რაღაც ჩვენს ქართულ თვითყოფადობას გვართმევენ, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვა ყველას
გაყავს შვილები, კომპიუტერზე და ინგლისურზე, ესე ვთქვათ, სხვა რაღაცა ქვია ამას, მაგრამ კომპიუტერზე და ინგლისურზე, ხო? და ძალიან სულ უფრო მცირდება, ვთქვათ, ბავშვთა რაოდენობა, რომელიც დადის ხალხურ სიმღერაზე, ხალხურ ცეკვაზე და ასე შემდეგ. ანუ შენ თვითონ კარგავ შენს იდენტობას, შენ თვითონ არ გსურს, რომ შენმა შვილმა იცოდეს რაღაც ტრადიციული, რამდენი ბავშვი უკრავს დღეს სალამურზე და რამდენმა ბავშვმა იცის კომპიუტერზე თამაში, უბრალოდ რა შევადარო. თამაში ყველა მიცის. ხო, კომპიუტერის გამოყენება ყველა მიცის. ჩვენ თვითონ მივდივართ იქით, რომ რაღაცა იკარგება, როგორც ჩანს, ხო? ვიცით რა, გეთანხმებით აბსოლუტურად, იმიტომ რომ სრულიად გამორით, რას ქვია? გვართმევენ, როგორ უნდა წაგვართვან, ეხლა ცოტა სასაცილო ჩვენ გვართმევენ ჩვენს მართლმადიდებლობას. როგორ შეიძლება წაგართვან? ვერაფრით ვერ წაგართვევენ. გამორიცხო ისეთ რა, ეხლა მე ჩემი შვილი გაიზარდა ჩეხეთში და არის ქართველი. იქ გაიზარდა, იქ არ დაბადებულა, მაგრამ ნუ მთელი მისი მეორე კლასიდან იქ არის და ჩეხურად სწავლობს და მაგრამ ქართველია. თავს რო კითხო ვინახა, რომ გეუბნება, რომ მე ქართველი ვარ. არის ეს როგორ უნდა წაგართვან ეს? არის ეს ტენდენცია, თქვათ, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დაავადება და მცირე ერების დაავადება. მცირე ერების დაავადება ალბათ არის, იცით, როგორ არ არის. მაინც გვეშინ, უნებრივად გვეშინია რომ გავქრებით, მართლაც ვიღაცა ჩავთვალა. ნამდვილ სინამდვილეში მინდა გითხრათ, რომ საქართველო ისტორიული ლოგიკიდან გამომდინარე, წესი დიდი ხანია გამქრალი უნდა იყოს და ეთქობა გვაქვს რაღაცა, რაც ხო, რაც მაინც რამაც გადაგვარჩინა ამდენი ხანი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ესე გაგრძელდება და ეს შიში მინდა გითხრათ, რომ 21 საუკუნეში ცოტა სასაცილოა. მინდა გითხოთ აი უშუალოდ ჰომოფობიაზე. თვითონ ტერმინი არ არის შეიძლება სწორი, ხო, ბევრი ადამიანი, მათ შორის ფსიქოლოგებიც აპროტესტებენ, ეს თლათ არ აჩვენებს იმას, რაზეც არის, ხო, საუბარი თლათ იმას არ ასახავს. მაგრამ ეს შიშიც რომ რატომღაც ჩანს რომ აი ჩვენ შვილებსაც ესეთებად გახდიან, თვითონ ეს საკითხის დაყენება. იცით საერთოდ ეს არ არის, იცით თუ ნებასმოწე ცოტა უფრო ორი სიტყვით ვთქვათ, რომ გითხრათ, ეს არ არის მარტო ჰომოფობია, იცით, ეს არის განსხვავებულობის თუ შეიძლება ესეთი სიტყვა ვიხმაროთ ამის შიში, იცით, ისევე როგორც დაუშვათ, ხო არსებობს გამოთქვა ქსენოფობია. სინამდვილეში ეს არ არის ქსენოფობია, ეს არის მიზოქსენია, ეს არის იცით აგრესია განსხვავებულის უცხოელის მიმართ, იმიტომ რომ ხო გასაგებია ვიღაცას დაიჭერ ქუჩაში, იმიტომ რომ თქვა სხვანაირი და ცემეს ფობიის ბრალი ნამდვილად არ არის. იცით ეს ჰომოფობიაც თუ ვიხმართ ამ სიტყვას, ესეც არის დიდი ნაწილი აი იმისა, აი გრძნობისა, ან იმ შიშისა, რომელსაც ქვია განსხვავებულის არ მიღება და განსხვავებულის შიში, რეცით სინამდვილეში სანამ ადამიანი ამას ვერ ისწავლის, მანამდე ალბათ ძნელია რომ შენ თავს homo sapiens sapiens-ი უწოდო. იმიტომ რომ ცით ხალხი ალბათ ვერ ხვდება იმას, რომ სინამდვილეში ჩვენ ვართ პროცესი, ჩვენ არ ვართ მდგომარეობა. ნუ რეალურად ადამიანი ევოლუცია ამ მომენტში მიმდინარეობს და აი ყოველ წუთში ჩვენში კვდება ერთ დღამში 150 მილიონი უჯრედი და იბადება ახალი და ერთი თვის მერე სხვა სხეული გვაქვს. აბსოლუტურად კი ბატონო, ესე გამო. იქიდან გამომდინარე ამას ცოტა მე მგონი ცოტა დაფიქრება და ალბათ განათლების მიცემა და მიღება ჭირდება, რომ მაგრამ აი განათლება და ნახეთ იყო ტენდენცია რომ განათლების მისაღებად მივიდოდით ევროპაში, დასავლეთში, ესე ვთქვათ. ხო, ნუ გასაგებია რატომაც ეხლაც არის მე მგონი. ეხლაც არის ეს ტენდენცია. მეორე მხრივ ვთქვათ, აი ეს გამოსვლების ფონზე გამოჩნდა ტენდენცია, რომ ჩვენ არ გვინდა ესეთი ევროპა, ანუ რაღაც პირობების წაყენება დაუწყეთ ეხლა ევროპას. როგორი უნდა გახდეს ევროპა, რომ ჩვენ მოგვინდეს ევროპა. ეს იცით აგიაშვილსა ნიკასავა ეს მახსენდება, სულ ალბათ თქვენც იცით, რომ არ უყვარს პიკასო. ძველი ამბავია. ხო, სინამდვილეში იცით მე არ ამგონია რომ აქაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ ვერბალურად ჩვენ ვიყენებთ სიტყვა ევროპას, ჩვენ არ გვინდა ევროპაში, მაგრამ რეალურად ჩვენ გულისხმობთ რომ ჩვენ არ გვინდა ლიბერალურ დემოკრატიაში, ხო? ამას ანუ სუბლიმირებულია გარკვეულად. და ისიც შემიძლია გითხრათ რომ მე არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული რომ ის ხალხი ვინც ამას ამბობს რომ იმ ხალხმა იცის საერთოდ რა არის დემოკრატია და თქვა რა არის ევროპა. მართლა არა ვარ ამაში დარწმუნებული. იმიტომ რომ იმის თავისთავად ის აზრი რომ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიძლება წაგვართვას სამშობლო ხა ცოტა ნუ რაღაცა სასაცილოა უბრალოდ. შეიძლება სასაცილოც არ არის უკვე და შეიძლება ხო არის თუ არა სასაცილო. მთელი საქმე ამაშია, იმიტომ რომ თუ კი აღმოჩნდება რომ თქვა მოსახლეობის
დიდი და უდიდესი და მნიშვნელოვნად უდიდესი ნაწილი თვლის, რომ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია თუ კლუბი თუ რაღაცა საზოგადოება თუ ადამიანთა ჯგუფი ემუქრება მათ სამშობლოს წართმევით, ამას შეიძლება ძალიან ცუდი ამბავი მოგვიტანოს, ხო? ჩვენ ნახეთ ეს, რომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ გვაქვს რაღაც მუხრუჭი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამშობლოს გვართმევენ. იცით, მეთი რაღაც გამახსენდა. თუმცა იგივე სამშობლოს წარსულთან დაკავშირებით ხო იმ საზღვრის გადმოტანის საკითხმა. თუმცა არ გამოიწვია მაინც და მაინც ისეთი აღელვება, ქუჩაში 100,000 კაცის გამო. რამაც უნდა გამოიწვია. რეალურად სამშობლოს მართლა აიღეს და ღობედა გიდგეს. აი მაგალითად ქუჩაში მაინც გამოიწვია. გასაგებია რომ იქ ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ არ გინდა ხა ომი და გასაგებია, მაგრამ პროტესტი ქუჩაში ხო, ნუ მიიყვან ამას მარტო მაია ფანჯიკიძემ გაუგზავნა ნოტა კარასინს, კარასინმა გამოუგზავნა ზურაბ აბაშიძემ, ზურაბ აბაშიძემ წააკითხა ბიძინა ივანიშვილს, ხო? ანუ გამოდი და ანახეთ ხო ვიღაცას რო შენ მაგრამ ამან არ გამო ანუ რეალურად ეს მაწუხებს ეს მართლა მაწუხებს იმიტომ რომ ეს არის სამშობლო ანუ რეალურად ვერ ვხედავ ჩვენ სამშობლოს წარქმევა რას ნიშნავს ესეც კი ცოტა არეული გვაქვს რომ შეიძლება ეს იცით მე მაინც იმედი მაქვს რომ ეს რაღაც დარეგულირდება ნელ-ნელა ესე მგონია იცით მგონია რომ ხალხი რაღაცლებს იცით რამაც ამას გეტყვით ამისი მე მეგონა რომ თქვა იმ 9-10 წლიანი მმართველობის შემდეგ როდესაც მართლა უშუალო დემოკრატია ქონდა ხო სამწუხაროდ მეცხრეახს არ აქვს ძველი არქივი და მე ვერ ვიპოვე კადრები, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა უმრავლესობის პარლამენტში, როგორ ამაყად ამბობდნენ ისინი, რომ ეხლა ჩვენ უმრავლესობა ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზავთ. ზუსტად ესე ამბობდნენ. ზუსტად ანუ არც იქ არანაირი ლიბერალური დემოკრატიაზე არ იყო. ანუ იქ იყო უმრავლესობა, ჩვენ მეტნი ვართ და თქვენ ცოტა ხარ და დაგვემორჩილეთ, ხო? ხვალ რო ჩვენ ვიქნებით მეტნი და ისინი ნაკლები, ისინი უნდა დაგვემორჩილოთ. ანუ აქეთკენ წავა ჩვენ ესე აღვიქვი დემოკრატია, რომ ჩვენ მეტნი ვარ და თქვენ ცოტანი ხარ და აბა ეხლა მოგვისმენთ და ყველა მიარეთ წყობაში. თო დიდ კაცთან პატარა კაცთან დაახლოებით ეს პრინციპი. იცით რა მე ამის საშუალებას რომ ეს იმედი მქონდეს იმისა რომ მაინც ჩვენთან ეს შეიძლება არის ის რომ კითხულობ ლექციებს, მუშაობ სტუდენტებთან და მუშაობ ბავშვებთან, იცით და იმდენ ნათელ რაღაც სახეს და გონებას ვხედავ რომ თუ დღევანდელი მერი არ ჩათვალისწინოთ თქვენს ვიღაცა სამშობლოს არტმენ ჩეხეთის აგენტი შეიძლება მისე მინდა გითხრათ რომ ეგ არ უნდა გაგემხილათ ეგ რაღაცა მალავდია თქვენ თვითონ ჩეხეთში თქვენ გაიყიდეთ ფაქტიურად ამომცდა ხო და აქედან გამომდინარე რომ მართლა მაქვს იმის იმედი რომ ეს ხალხი მიხვდება რამდენ ხანში მივიღებთ რეალურად ქვეყანას რამდენ ხანში შეიძლება გქონდეს იმედი მივიღოთ ქვეყანას სადაც ყველა ადამიანი ფასობს მიუხედავად მისი განსხვავებულსა რაღაც სხვა კუთხეებით იცით თუ ვიშრობებთ მაგ კუთხით თუ ვიმუშავებთ მე იმედი მაქვს რომ რაღაცას დავინახავთ 5 წელიწადში რაღაცას აი დავინახავთ და ის რო თქვა ჩვენ ცოტა ამაყად მიგზნოთ თავი 10 წელი მაინც უნდა და ის რო ეს შეიცვალოს ბოლომდე მე ბოლომდე ეს არის არიცვლება იმიტომ ყველა ქვეყანაში რჩება რაღაც გარკვეული წინააღმდეგობა ალბათ არა მე ვამბობ შეიცვალოს ბოლომდე ეს ესპანეთის პორტუგალიის არსებობს თემები რომლებიც ესე მარტივად უბრალოდ არ გადადის არა მე ვიგულისხმებ ბოლომდე ეს საერთოდ ანუ რო რაღაცა უკვე ისეთი ქვეყანა ვიყოთ იცით რომელიც მე მგონი რომ აი ჩვენ რო ეხა გავზრდით სტუდენტებს რომლებიც მე გაზრდიან სტუდენტებს აი ისინი შეძლებენ ამის შეცვლას ძალიან დიდი მადლობა ლევან ზარდალიშვილი ფსიქოლოგი იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემას ამით ვასრულებთ, იმედია რომ 10 წელი არ გავა ჩვენ შემდეგ შევხედავთ და უფრო მეტიც შემდეგ შაბათს კლავ შევხვდებით კვირის მოვლენების მიმოხილვით. დაგვალოთ.